გურჯაანში დელეგატის ბიურო მოქალაქეებს აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღებისთვის კონსულტაციებს უწევს. ბიუროს წარმომადგენლის ილია საყვალიშვილის განცხადებით, მათ პროგრამაში ჩართვის სურვილები ხშირად აკითხავენ. მისი ინფორმაციით არიან ისეთი ფერმერებიც, რომლებიც დოკუმენტაციას დამოუკიდებლად ავსებენ. ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში უკვე 10 მოქალაქე ჩაერთო. აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1 ივლისს ამოქმედს და იქ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს 55%-მდე თანადაფინანსება მოიპოვონ. მოგესალმებით, რომ 1 ივლისიდან დაიწყო ახალი პროგრამა, აგროთანადაფინანსების პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანადაფინანსებას საგრანდო პროგრამა არის ითვალისწინებს. იცით რომ თვითონ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 2 მილიონი ლარი გაიცემა სახელმწიფოს მხრიდან 50%-მდე თანადაფინანსებით, რიგ შემთხვევაში 55-იც თუ ეს შეეხება კოოპერატივს ან მაღალმთიანს. რაც შეეხება მომართვიანობას, თითქმის ერთი თვე გავიდა. საკმაოდ ესეთი კონსულტაციის დონეზე ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს პროგრამები არ არის მასშტაბური და მცირე მოცულობის, ამიტომ კონსულტაციები საკმაოდ კარგი მომართვიანობა გვაქვს, ვეხმარებით ამ ეტაპისთვის. ურჩევთ საბუთები რა არის, როგორ არის ამ მიმართულებით სხვა კატეგორიებით იყოფა და თითოეულ კატეგორიას ამოწურავ ინფორმაციას ვასვით. შევსებებში ჯერჯერობით დახმარება ესე არ ყოფილა მომართვიანობა, მაგრამ როგორც მე ვიცით, უზოგმა თვითონ შეავსო, იმიტომ რომ საბუთების ატვირთვა და სკანერება და იმარტივად არის შესაძლებელი. და ასევე რა თქმა უნდა ბიზნეს გეგმების მიმართულებითაც ორ ადამიანს უკვე გაუწიათ კონსულტაციები და დაწერის მიმართულებითაც ვიწყებთ მუშაობას ახლა უკვე. ჯამში საერთო რიცხვი რო ავიღოთ 4 მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ჩვენი მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 10-მდე ადამიანი არის, რომელიც უკვე ოფიციალურად პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც ვიცი რომ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. იქიდან გამომდინარე რომ ვინც აპირებს მაღალი ინვესტიციების ჩადებას ან საშუალო ინვესტიციების ჩადებას, ეს პროგრამა მათთვის არის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი დამხმარე საშუალება, რომ თავის ბიზნესი ნაკლებ დანახარჯით განახორციელოს.